მოგესალმებით მეგობრებო. დმანისში ვარ, დღეს დმანისში ვარ. დმანისის რამდენიმე ისტორიულ კულტურულ ძეგლს გაჩვენებთ. დმანისში კერძოდ აი ამ მხარეს, აი ხედავთ, ამ მხარეს რასაც ხედავთ. ზურტაკეთსაც ეძახიან. აი ეს აქვე სოფელი რომ ჩანს, ეს ქვემო ყარაბულახია. აი იქით შორს არის გომარეთი, აქეთ სარკინეთი, განახლება. მოკლედ საკმაოდ ლამაზი მხარეა. მაშასე დავიწყოთ სოფელ ქვემო ყარაბულახით. აქ სოფლის შესასვლელში არის ძალიან ლამაზი სამმალიანი ხიდი. სოფლიდან ოდნავ მოშორებით გორაკზე კი მდებარეობს წმინდა გიორგის ეკლესია. მის გარშემო ქვის გალავნის ნაშთია შემორჩენილი, რომელიც საკმაოდ ძველ შთაბეჭდილებას ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ გალავანი თითქმის სრულიად დანგრეულია, კარგად ეტყობა შესასვლელი, კარიბჭე, რასაც ახლა კადრში ხედავთ. ტაძარი დარბაზულია. სამშენებლო წარწერის მიხედვით 1040 წელსაა აშენებული. ეკლესიას კამარა ჩამონგრეული აქვს. მისგან სამხრეთით კი დიდი არქიტრავის ქვა დევს, შუაში ბოლნური მედალიონით. ბოლნური მედალიონის ორივე მხარეს ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი. ის ასე იკითხება: სახელითა ღვთისაითა, ესე ეკლესია წმინდისა გიორგისი მას ჟამსა აღეშენა, ოდეს იოანეს ჰქონდა ნიკოლოზის ძესა, სადიდებლად სულისა მათისა დღეგრძელობისათვის, ძისა მათისა ნიკოლოზისა. ქორონიკონი იყო 260. ეკლესია შიგნიდან მთლიანად შელესილი და მოხატული ყოფილა. სოფელში შემორჩენილია კიდევ ერთი მე-9 საუკუნეების ნაეკლესიარი. ის დიდი ზომის დამუშავებული ადგილობრივი ჯიშის ქვის კვადრებით ყოფილა აგებული. სოფელ ზემო და ქვემო ყარაბულახის შორის მდინარე ყარაბულახის მარცხენა ნაპირას მდებარეობს კიდევ ერთი მე-9 საუკუნეების ეკლესია. ის შედარებით უკეთ არის შემონახული. კამარაც აქვს, თუმცა წვიმის დროს წყალი მაინც ჩადის. ტაძრის ინტერიერში დევს ძალიან საინტერესო საფლავის ქვა, რომელზეც სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთია გამოსახული. გადავინაცვლოთ სოფელ გომარეთში, სადაც მრავლად არის ისტორიულ-კულტურული ძეგლები. სოფლის ცენტრში დგას კურხის ღვთისმშობლის ეკლესია. ის მე-11 საუკუნით, კერძოდ 1014-22 წლებით თარიღდება. ეკლესია დაზიანებული სახითაა ჩვენამდე მოღწეული. შესასვლელის თავზე რამდენიმე ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი. ისინი ასე იკითხება: ქრისტე ადიდე ლიპარით ერისთავთ ერისთავი და შვილნი მისნი. სტეფანოს და მამას და ყოველსა ერთსა მათსა, წმინდაო ეკლესიაო, სიგრილე ჰყავ დიდსა მას დღესა. სახელითა ღვთისაითა, მას ჟამსა ოდეს ძრიელმა და უძლებელმა გიორგი აფხაზთა მეფემან, შეიპყრა ზვიად მარუშიანი, მაშინ ესე ბალავარი თვა ხელთა ცოდვილისა, მიქაელ ხუცეს კალატოზისაითა. ბალავარის ქვის გვერდით ფასადზე ჩართულია კიდევ ერთი წარწერიანი ქვა. ის ასე იკითხება:
ქრისტე სახელთა ღვთისაითა მე კუხმან შევწირე წმინდა სამას ეკლესიასა წისქვინი ჟამისა საწირვედ დღესა ხარებაი მღვდელთ წირონ დღე ეგე. როგორც ხედავთ, ამ წარწერაში რამდენიმე საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი პირია მოხსენიებული, რაც ამ ტაძრის მნიშვნელობას ერთიორად ზრდის. შესაბამისად ის მეტ ყურადღებას საჭიროებს. ღვთისმშობლის ეკლესიის სიახლოვეს მდებარეობს კიდევ ერთი წმინდა გიორგის ტაძარი. მასზე საინტერესო რელიეფებია გამოსახული. სამხრეთი კედლის გარედან საკმაოდ დიდი ქვევით არის ნაგები. ეზოში გვხვდება შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი რელიეფური საფლავის ქვები. ჩრდილოეთ შესასვლელის თავზე წმინდა გიორგის ჯვრის და ჯვრიანი მედალიონის რელიეფური გამოსახულებებია, რომელიც წნულ ჩარჩოშია ჩასმული. სოფელში სხვა მრავალ ტაძართაგან კიდევ ერთი სიხუან საყდარი ვნახოთ. ის სამშენებლო წარწერის მიხედვით 1034 წელს ლიპარიტ ბაღვაშის მიერ არის აგებული. სამხრეთ შესასვლელის თავზე შესანიშნავი არქიტრავის ქვა, რომლის სივრცე სამ ნაწილად არის გაყოფილი. თითოეულ არეში ასომთავრული წარწერაა, ხოლო შუაში დამატებით 4 საფეხურიან კვარცხლბეკზე აღმართული გოლგოთის ჯვარია. წარწერები ასე იკითხება: მარცხნივ ქრისტე მეუფეო დიდებისაო ადიდენ ლიპარიტ ერისთავთ ერისთავი და შვილნი მისნი. შუაში წმინდაი მარიამ ქრისტე ადიდენ სული დიდისა ლიპარიტ ერისთავთ ერისთავისაი და მარჯვენა ნაწილში სახელთა ღვთისაითა დაიდვა ბალავარი ესე ადიდენ ღმერთთან ერისთავთ ერისთავის ლიპარიტის უფლებასა ქორონიკონი იყოს სნდ ანუ 254. ეს ტაძრის ჩრდილოეთ კედელია. აქ მინდა ყურადღება გამახვილოთ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე. კედელში ჩაყოლებულია თიხის ჭურჭელი.
როგორც ცნობილია, ასეთ ჭურჭელს აყოლებდნენ ტაძრის შიგნით, კარგი აკუსტიკისთვის, თუმცა ამ შემთხვევაში ჭურჭელი უშუალოდ კედლის სისქეშია მოქცეული, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სულაც არ იყვნენ ზემოთ აღნიშნული მიზეზით კედელში ჩაყოლებული. მაშინ რა იყო ამის მიზეზი? საქმე იმაშია, რომ ამას იმისთვის აკეთებდნენ, კედლებს სიმსუბუქე რომ შეეძინათ და უფრო გამძლე ყოფილიყო. სოფელ გომარეთიდან ჩრდილოეთით რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ტაძარი, რომელიც პატარა გორაკზეა აგებული. გარშემო მოკიხევებით და მთებით არის გარშემორტყმული. ის ლამაზ ბუნებაშია ჩაფლული ისე, რომ შორიდან არ ჩანს და უცაბედად წაადგებით თავზე. ეს სეიფანთ, იგივე სეფიანთ საყდარია, რომელიც თამარ მეფის დროს არის აგებული. ეკლესიის აღმოსავლეთ სარკმლის თავზე არის ქართული ეპიგრაფიკის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო წარწერა. წარწერა ასე იკითხება: თამარ ღმრთისა სწორის სამლოცველო, ქრისტე შეუდვენ შიოსა და ძმანი მისნი პეტრე და სვიმონი, რომელთა აღაშინეს ეკლესია ესე, პეტრეს შეუდვენ ღმერთმანი. ამ წარწერის შინაარსიდან გამომდინარე ტაძარს თამარის სამწირველოსაც ეძახიან. ეკლესიის კედლები უხეშად დამუშავებული ქვებით არის ამოყვანილი. კამარა კი კარგად გათლილი ადგილობრივი ქვითაა ნაშენი. ეს პატარა ეკლესია ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს. კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი აზრი, თუ რატომ უწოდა ამ ტაძრის მაშენებელმა თამარს ღმრთისა სწორი. მსგავსი რამ სხვა ტაძრებზე არ ფიქსირდება. აი ასეთი იყო მეგობრებო ქართული მემკვიდრეობის ერთი დღე დმანისში. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.